ყველასთვის საყვარელი დათუნიკას ხირტლაძე, რომლის ხსენებაზეც ერთ-ერთი პირველი, რაც გვახსენდება ტაში ბიჭო გიორგუნაა, ამჯერად რაჭული ანსამბლის რაეოს მხატვრულ ხელმძღვანელად გვევინება. ანსამბლი ჯერ მხოლოდ 4 თვეარად შეიქმნა. საპრეზენტაციო კონცერტი კი 4 მაისს ამბროლაურში გამართა. გავიცნოთ ეთნომუსიკის საინტერესო შემსრულებლები და მოვუსმინოთ რაჭულ სიმღერებს. Savali churuni korcha savali sopelchi varta savali churuni korcha savali gadokari khwankara o khebekara phansala gadokari khwankara o khebekara phansala
შემოდგომას ქვეწაკი ღვანშებებები უღებშიო შემოდგომას ქვეწაკი ღვანშებებები უღებშიო საბძელიდან ალიაო გამომაკრა ხალიაო საბძელიდან ალიაო გამომაკრა ხალიაო ხუთი ბოში გააჩინა ჩემი ჯიში გააჩინა ხუთი ბოში გააჩინა ჩემი ჯიში გააჩინა ისეთი მაგარია რა. ჯერ მხოლოდ 4 თვეა რაც ეს ანსამბლი არსებობს, თუმცა მისი ხელმძღვანელის ცეკვას და მის ხელმძღვანელს ყოველთვის ყველა ცნობს. ჩვენი სტუმრები არიან ანსამბლ რაიოს მხატვრული ხელმძღვანელი დათო ნიკას-ხირტლაძე, დათო ხირტლაძე, დავით ნატმელიძე და ვლადიმერ გოგოლაძე. ანსამბლ რაიოს წევრები და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა დანარჩენ წევრებს და საბა რაც მთავარია, ხო? საბას სახელიც გავიგეთ. მოდი საბა შეიძლება. ლუკა უკაცრავ. ყველა წევრი რაჭველია, ხო? ყველა წევრი რაჭველია და თან არის მოზამთრე რაჭველი. აჰა. ხო გასაგებია რა. გასაგებია ყველაფერი. ადგილობრივი ადგილზე სავის სოფლის მეურნეობით, სინდისით, ნამოსით, ჭურით, მარნით და მუსიკით. ფანტასტიკური. თქვენ გენაცვალეთ რა. პრინციპი წევრების შერჩევის უკვე გასაგები გახდა ჩვენი მაყურებლისთვის, მაგრამ როგორ გაჩნდა იდეა საერთოდ რომ უნდა შექმნილიყო უკვე? ნუ ახლა ჩემი ცხოვრება ესეა გავლილი შინი, ეგ არის. და იცის ეს მაყურებელმა კარგი. ეს ახლა ჩემზე მოქმედებს. და როცა წავედი. რაჭულად თქვი მოქმედობს. როცა წავედი რაჭაში, ახლა ისეთი ნიჭიერები არიან, ფოლკლორი გავლილი აქვთ. დიახ. ინსტრუმენტს ასე თუ ისე ფლობენ. თავის ოღონდ თვითნაბადი და თვითნასწავლი ყველა. და ვერ გამიწულა გულმა რო არ გამეკეთებიოს. ოღონდ ძირითადად მაინც არის ფოლკლორზე აგებული პოპურის სახე მიცემული და იმისთან მიხედვით, რასაც შევძლებთ ახლა ინსტრუმენტთან დაკავშირებით ამბავით, კომპოზიციაც უფრო გართულდება და გავართულებთ ახლა ნელა. თუ გევიხსენეთ რაჭველებმა ახლა გართულება რა არის? არა, რაღაცა იდეა არის რომ რაჭველები იგვიანებენ თუ რაღაცა ზარმასობენ და მე ეგეთი ზარმოსი მენახოს ყველა გურულია. ხო, უფრო სწორი იქნება დინჯები არიან, რო თქვენ და არა იგი. არა, დინჯები არიან, მაგრამ გამოხატვაში არიან საოცრება, რაც თქვენ ახლა ამ წუთას ქენით რა, დღესასწაულია, რაც საქართველოს აკლია ძალიან. მადლობა თქვენი შეფასება დიდია დავით ბატონო ჩვენთვის. 4 მაისსაც დღესასწაული იყო, ხო? ნამდვილი, იმიტომ რომ პრეზენტაცია. პირველი კონცერტი და პრეზენტაცია. როგორ ჩაიარა და მსმენელებიც მგონია რომ ერთ ადგილას ვერ გაჩერდებოდნენ, ხო? ნუ ახლა თელი საათი და 20 წუთი, ახლა ჩვენ ორი ნომერი, ერთი მევეცით რაჭული და მეორე იქნება ლეჩხუმური, მეზობლები არიან ჩვენი, ახლოს არიან ჩვენ სიცხთან. რაჭა-ლეჩხუმი, ხო, განუყოფელია და აი ამ პროგრამისთვის დღეს შუა დღისთვის ეს კუთხეები შევარჩიე და სამეზობლოში მინდა რომ მოვეფერო იმას. ეხლა რა მინდა ისე რომ თქვა რომ ჩვენი ქვეყანა არის ბედნიერი იმით რომ ყველა კუთხეში რა გინდა გურიაში, გინდა რაჭა-ლეჩხუმში ისეთი სიმძიმე გვაქვს სიყვარულის, არა მარტო ნოტების, მხოლოდ სიყვარულის.
რომელიც გამოც გაძლო საქართველოს ამდენი 1000 რეულებია, იმიტომ რომ ეს რო არ კონდეს იმდენი მტერი ყავდა რომ უკვე დაყუპულები იქნებოდეთ რა და ისინი მოვიდოდნენ დაგვიპყრობდნენ ჩვენ ამას უცებკობდით ხოლმე რა და ვერ ხვდებოდნენ როგორ რა უნდა გააკეთონ რა აი მტერი რო შემოვიდა ამას რომ უღებდა კეტაკეტა რა უნდა ქნას წავდა დაბრუნდება იმიტომ რომ არ აქვს პასუხი რა ამის პასუხი აქვს მხოლოდ ღმერთს რასაც ქვია საქართველოს და ამ საქართველოსთვის თქვენ მიჭება უდიდესი მადლობა რა სიყვარულის ნაწილი მადლობა ეს არის უდიდესი სიყვარული რაც ჩვენ გვაცხოვრებს და გვასაზრდოებს უდიდესი მადლობა მე მინდა რომ ჩვენ მაყურებლებს ვთქვათ კიდე რა მოხდება კიდე როდის იზავს ისეთ რაღაცას სადაც წამოხვდები და მეც ვიცეკვებ რა დიდი მადლობა აი ხლა დიდი ბედნიერება ჩემთვის და ბიჭებისთვის რომ აი ლუკა მაისაშვილი რომელიც თვითნაბადი ეხლა მე მოცეკვე ვარ ქორეოგრაფია ვარ სპეციალობით მაგრამ როცა ვნახე ეს ბავშვი მეთქი მე არ მივეკარები ეხლა რა არ დავაკარგიო ის რაც აქვს სიცხში და გენში და ჩავთვალე ისე რომ შენი იმპროვიზაციით შვილო რასაც მოახერხე ლექსი მომივიდა თავშეგვერდს ყველა ეთერში ლუკა არის თვითნაბადი არც ხმალი აქვს არც ნაბადი გენაცოლე ჩაიქნა რამ გვიმღერე და გავახარო ჩემი შენები კიდევ ერთხელ წარმატება და დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით რა გახაროთ უფალ მამალ აბა ლუკა მიხარ შესაძლოა აქსერტოთ არ მესმის აბა თელი საქართველოს და ჩვენ გელოდებით სანამ შემდეგ კონცერტებს და ალბომებს დაველოდებით მანამდე კიდე ერთხელ გვაქვს ბედნიერება რომ მოგისმინოთ ლეჩხუმური აბა ლეჩხუმური სამოყრიოს გიახელით ორერადა ედა ჩემი ლურჯაცელი ოირეოდა ორერა 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 ოირეოდა ორერა 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 ოირეოდა გოგონატო მარიცოდი მე ვიყავ შენი ვაჭარი ორერა mois posquisita zinanuli izil basta marte buni della piccoli cosaligo apache mosopio cemtana flosomodio ceva in sarva usar devi della gulshiro natopio orlo vedito la shida brudi tramarge buni della piccoli cosaligo
მოგონგვინა მოგვიდანა თავის გადავალევინა ბუნებაზე მოვიყვანა ჩამოვიარე ზუბიო ქალებს უხნია ჩუბიო ქალი ქალა თამარონა გოუგეხია შუბლიო